პარაპროქტიტი არის სწორი ნაწლავის ირგვლივ არსებული ცხიმოვანი ქსოვილის ჩირქოვანი პროცესი დაავადების პროგრესირებასთან ერთად იზრდება დაზიანებული ქსოვილების უბნები, ჩნდება მრავლობითი აბსცესები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ვრცელდება. პარაპროქტიტის გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტომებზე რა თქმა უნდა, მკურნალობის მეთოდებზე ვისაუბრებთ ნიუ ჰოსპიტალსის პროქტოლოგთან მამუკა გრიგალაშვილთან ერთად. ბატონი მამუკა უკვე ჩვენთან არის, მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის და ნაწილობრივ მე შევეხე, მაგრამ თქვენ გითხარით რა არის პარაპროქტიტი და რას მოიცავს ეს გართულება. თვალის პარაპროქტიტი ეს არის დაავადება, კერძოდ სწორი ნაწლავის გვერდზე არსებული ქსოვილების ანთება დაჩქება, ამ დროს ხდება ლორწოვანის მთლიანობის დარღვევა, შეიძლება გარკვეული დეფექტი სწორი ნაწლავში, სადაც ხდება ეს განალოვანი მასები, ინფექცია ვრცელდება ამ დეფექტიდან და არსებული შეჭრის შედეგად ხდება გვერდზე არსებული ქსოვილების ანთება დაჩერქება. მეტნაკლებად ეს ფისტულა, ნაპრალი გაგვიგია, ხო? პაციენტებს, ადამიანებს შესაბამისად რა განსხვავებაა მათ შორის და რა უნდა ვიცოდეთ ამ მიმართულებებზე? ფისტულა და ანალური ნაპრალი სხვადასხვა პროქტოლოგიური დაავადებებია. ეს ფისტულა ყალიბდება პარაპროქტიტის დრენირების საფუძველზე. ანუ ჩნდება გარკვეული გვირაბი, ამ დრენირების შედეგად ერთი ხვრელი მდებარეობს სწორ ნაწლავში, რომელიც არის შიგნით ხვრელი, ხოლო მეორე კანზე, სადაც მოხდა ამ ჩირქოვის გახსნა დრენირება. რაც შეეხება ნაპრალს, აქაც ანალოგიურად ხდება ლორწოვანის დაზიანება, დეფექტის წარმოქმნა, თუმცა ეს უფრო ზედაპირულია, ჩირქოვანთან პროცესთან კავშირი არ აქვს. და მხოლოდ მის ერთ დაბოლოება აქვს მხოლოდ ნაწლავში, ანუ გარეთ არ ვრცელდება. ექიმთან მივალთ ჩვენით, როგორ შეგვიძლია ეს განსხვავება ვიპოვოთ, თქვათ იგივე სიმპტომატიკით ალბათ, ხო, არის? სიმპტომატიკა პრინციპში ფისტულას რაც ახასიათებს, ეს არის გამონადენი ამ არსებული გვირაბის გზის ხარჯზე. ჩვენ დაუნებურად გამოდის რაღაც სითხე, რომელიც იწვევს ქავილს, საცულის დასვრას. ახასიათებს ამ ფისტულას პერიოდული შეშუპება შემდგომი დრენირებით. რაც შეეხება ნაპრალს, ნაპრალის დროს ძირითადი სიმპტომი არის ტკივილი, დასაწყის ფორმების დროს თუ არის რაღაც 15-20 წუთის განმავლობაში, შემდგომ ქართულებულ შემთხვევაში შეიძლება 24 საათი გრძელდებოდეს, შემდგომ დეფეკაციამდე. და ზოგადად ანუ გამომწვევი მიზეზი საკმაოდ ბევრი არის და ანუ ძალიან ყურადღება მისაქცევია, იმიტომ რომ შემდეგ უკვე პარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყურადღების არ მიქცევა საგანგაშო და ცუდ მდგომარეობამდე მიიყვანს პაციენტს, მაგრამ გამომწვევი მიზეზებს შორის რა შეიძლება რომ მოვიაზროთ. ეხლა ამ კითხვას რატო გისვამთ, სანამ თქვენ მოხვიდეთ, მე და ეკავს საუბრობდით და მე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, რომ ახლა ახალი წელი რო გველოდება და ახალი წლის ძალიან ბევრი ცხიმიანი საკვები და სასπლის ჩასხმა თუ შემდეგ შესაძლოა ესეც იყოს გამომწვევი მიზეზი გაღიზიანების ან დაავადების გაჩენის. გამომწვევი მიზეზი არის ყველა ის ფაქტორი, რომელიც იწვევს მექანიკურ დაზიანებას ლორწოვანის. ამ მექანიკურ დაზიანების შედეგად ხდება ინფექციის შეჭრა. ამ შესაბამისად, როდესაც დარღვეულია დეფეკაციის აქტი, ანუ არის ან ყაბზობის ან დიარეის ელემენტები, ამ დროს მეტი დატვირთვა მოდის სწორ ნაწლავზე. შესაბამისად, ეს ჯანსაღი ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია. თუმცა, როდესაც ხდება ეს ესე იგი ყაბზობა, ჩამოყალიბდება განალოვანი მასა, რომელიც მექანიკურად აზიანებს. ამას ასევე შეიძლება მიზეზი იყოს უცხო სხეული, როგორც არის მაგალითად ხა, ძვლის ფრაგმენტი, ან გარედან თქვათ ოყრის გაკეთების შედეგად, ბუნიკის შედეგად შეიძლება მოხდეს დაზიანება სწორი ნაწლავის ლორწოვანის. ეს ერთჯერადი დაზიანება შეიძლება იგივე ყაბზობის ერთჯერადი მონაკვეთი შეიძლება გახდეს. მოხდება ჩახევა ლორწოვანის, კი აქედან ინფექცია შეიჭრება და რისკ ჯგუფებსაც რა შევეხოთ მეტნაკლებად, ახსენეთ გარკვეული პრობლემები და აქედან გამომდინარე პარალელებით შეგვიძლია, მაგრამ მაინც იგივე მემკვიდრეულ განწყობას რამდენად შეიძლება კონდეს აქ. რისკ ჯგუფებში რა თქმა უნდა, როგორც თქვით, მოიაზრება ის, რომ ვისაც აღნიშნავთ დეფეკაციის აქტის დარღვევა, აქვს ეს ყაბზობა, ხშირი ყაბზობები, დიარეა, ასევე იმუნური დეფიციტი ვისაც გააჩნია, კერძოდ ვინც იყოფება ქიმიოთერაპიაზე, ან აქვს სწორი ნაწლავის ლორწოვანის ანთება პროქტიტი, ამ დროს უფრო ადვილად ხდება მათი ტრამვირება და უფრო ადვილად ხდება ინფექციის შეჭრა. ძირითადად ეს არის გამომწვევი მიზეზები. ახლა ვისაუბროთ უკვე მკურნალობის გზებზე და დიაგნოსტიკაზე, ხო? როდის მივდივართ ექიმთან, რამდენად მნიშვნელოვანია ადრეული შემჩნევა პრობლემის და რეაგირება მასზე, შესაბამისად მისვლა. ადრეული მისვლა, რა თქმა უნდა, უმჯობესია იმ მხრივ, როდესაც ვინაიდან დასაწყის სტადიაში არის ინფილტრაციული ფაზა პარაპროქტიტის. ასეთ ფაზის დროს, ძირითადად ანტიბიოტიკების და თქვა ადგილობრივად მალამოების ანსლების ხარჯზე შეიძლება მოხდეს გაწოვა არსებული პროცესი, მაგრამ როდესაც ხდება უკვე დაჩირქება, მე უკვე მეტი გზა არ არის,
ქირურგიაზე მივდივართ, ხო? ქირურგიულ კუნალობა საჭირო ამის. ანუ მნიშვნელოვანი არის დროულობა ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ თუნდაც უმნიშვნელო სიმპტომები, რაზე თქვენ უკვე ისაუბრეთ და შემდეგ კიდე გითხავთ, როგორც კი გაჩნდება და ამას იგრძნობს პოტენციური პაციენტი, ამისი გადავადება აუცილებლად მიგვიყვანს ქირურგიულ ჩარევამდე, თუმცა ადრეული ჩარევა, როგორც თქვენ თქვით, კი ბატონო, შეიძლება ანტიბიოტიკების და ადგილობრივი მალამოების და სანაცვლების ხარჯზე მოხდეს პროცესის უკუწასულობა. კარგით, აი მაშინ განვიხილოთ ესეთი შემთხვევა და თქვენი კლინიკა რა შესაძლებლობებს იძლევა. მოდით ალბათ დავიწყოთ დიაგნოსტიკიდან და ანუ და რაც მოიცავს რა პროცესია ეს, რა მომზადება სჭირდება პაციენტს დიაგნოსტიკის. დიაგნოსტიკა პირველად პროქტოლოგიური გასინჯვა წამყვანია ამ დროს ამ ვიზუალიზაციით და თქვა პალპაციით ხდება ამ დიაგნოზის დადგენა. თუ არის რაღაცეთი ფორმა, როცა მათარი პროცესი შეიძლება საკითხი დაისვას გაკეთდეს ეხოსკოპია, კერძოდ ტრანსრექტულად, ანუ სწორნაცვლავიდან მოხდეს ეხოსკოპი დათვალიერება, ხომ არ არის სიმღერაში გავრცელებული, მაგრამ ეს საკმაოდ იშვიათად ხდება და დანარჩენი ხა ისეთი განსაკუთრებული მიდგომა არ ჭირდება თქვა. რაც შეეხება ქირურგიას, აქ ჩნდება ხოლმე შესაძლებლობებზე, ხო? გააჩნია რა თქმა უნდა მდგომარეობას, მაგრამ რა მეთოდები არსებობს და იგივე გაუტკივარების და ანესთეზიის რა მიდგომები არსებობს და რა არის? გაუტკივარება თანამედროვე საკმაოდ ისეთი კრიმინალური ზონა, ყველა ვარიანტში ჯობია ეს ოპერაცია გაკეთებს ან სპინალური ანესთეზიით ან ბალანსირებული ანესთეზიის ფონზე. უნდა გაკეთდეს რადიკალური ოპერაცია, იმიტომ ამას ერთ-ერთი პრინციპული მნიშვნელობა აქვს. თუ მოხდება მხოლოდ ჩირქოვის გახსნა დრენირება, ამ შემთხვევაში მაინც არის იმის რეციდივის ალბათობა, რომ ისევ გამეორდეს დაავადება. კერა მაინც დარჩეს, ხო? კერა, იმიტომ რომ ის შინდახრელი თუ არ მოისპო, ეს აუცილებლად გამეორდება. ნუ ჩვენს კლინიკაში, ნიუ ჰოსპიტალში, ნუ როგორც წესი, ჩვენი პროქტოლოგიური ჯგუფი ისე მუშაობს, რომ მოხდეს არა მარტო ჩირქოვის გახსნა დრენირება, არამედ იმ შინდახრელის ლიკვიდაცია, საიდანაც ინფექცია იჭრება. ანუ რეციდივის გაჩენა შესაბამისად პირდაპირ არის მკურნალობის და ამ შესაძლებლობებს. დარჩა ის შეგინთხრელი ჩვენ გარედან არჩილაც რო გავჭრათ, მაინც ისევ გამეორდება დაავადება. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შეგინთხრელიც მოისპოს და ამ დროს პრინციპში 100%-იანი გარანტია, რომ დაავადება აღარ გამეორდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონი ალბათ საკმაოდ რთული იქნება გამომდინარე იქიდან, რომ თქვენც აღნიშნეთ, რომ საკმაოდ მტკივნეული არის მან ჩარევა, ან პოსტოპერაციული პერიოდით საკმაოდ რთული უნდა იყოს, ხო? შედარებით უფრო ნაკლებია ვიდრე თქვა აი ბოასილის დროს, მაგრამ რაც უფრო დასაწყის ადრე მომართავს პაციენტი თქვა შესაბამისად უფრო ნაკლები ჭრილობა იქნება და შეხორცების პროცესი უფრო მარტივად მიმდინარეობს, ნუ რეალურად მეორე დღეს პაციენტი ფერზეა და ისეთი განსაკუთრებული დატვირთვა არ უწევს. ნუ შორსასრული ფორმების როდესაც შეიძლება იყოს თქვა ორივე მხარეს გავრცელებული ინფექცია, რა თქმა უნდა, ამ დროს ჭრილობები დიდია და შეხორცების პროცესი დიდხანს გრძელდება. და აუცილებლად როცა ქირურგიაზე ვსაუბრობთ და დროულ მიმართვიანობაზე, თუ არ მიმართავთ დროულად, თუ ბევრი დრო გავა, გართულება სადამდე შეიძლება მივიდეს ანუ პროცესი, გარდა იმისა, რომ დისკომფორტი იქნება, რამდენად შეიძლება უფრო ჩირქოვანი პროცესი შეიძლება გავრცელდეს მეჯისღუის ორგანოებზე, შეიძლება მუცლის ღრუშიც, შეიძლება გამოვითარდეს ესეთი ინფექცია, რომელიც არის ანაერობული ინფექცია, განგრენასაც უძახით. ამ დროს ლეტალობის ალბათობა განსაკუთრებით იზრდება. ეს თვეებზეა კავშირი, თუ თვეებზე საუბართ? არის რაც უფრო მალე ხდება საერთოდ ჩირქოვანი პროცესი, არის რეგულისებური ფორმებიც არსებობს, მაგრამ რაც თქმა უნდა, რა დროზე მოხდება მისვლა, ამ გართულების რისკი ნაკლებია, რომ ეს შორტსასრული ფორმებში რო გადავიდეთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პრობლემა უფრო სწრაფად პროგრესირებს, ხო? ვიდრე დაუშვათ ამას არ აქვს თქვა დიდი ხნის პერიოდი, შეიძლება რამდენიმე დღეს მოიცადოს მხოლოდ განსხვავებით სხვა ქრონიკული დაავადებებისგან. და ისევ რეაბილიტაციას და შედეგზე რო ვისაუბროთ, აქ ალბათ ის ქცევასაც აქვს მნიშვნელობა, ხო? როგორ გააგრძელებს ცხოვრების წესს პაციენტი, იგივე იმ რეკომენდაციებს, რაც არის მნიშვნელოვანი, რამდენად გაიგრძელებს. ამას ყველაფერში მნიშვნელობა აქვს, ალბათ ამაშიც. და ბოლოს ალბათ რეკომენდაციებით დავასრულოთ, მაინც რაზე არის დამოკიდებული ის, რომ არ მივიდეთ გართულებამდე, არ მივიდეთ ქირურგიამდე. ნუ რეკომენდაცია პრინციპში არის, რომ ალბათ პირველივე ნიშნებისას უნდა მივმართოთ კლინიკას, ხა ერთი ხან შემიძლია ჩვენთან და არა მარტო ჩვენთან ალბათ ყველა დაავადება რომელიც არსებობს ამ უკანტანის არეში გაიგივებულია ბოასილთან, ამიტომ იწყებენ მკურნალობას ბოასილის მალამოების გამო, როცა რაღაც გარკვეული სიმაგრე რჩება, მაგრამ რეალურად ამ დროს შეიძლება არსებობდეს ეს პროცესი, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო ინტოქსიკაცია გამავდება და მე როგორც მოგახსენეთ, თელი გართულებები ახასიათებს. ანუ თვით მკურნალობამ შეიძლება შეღავათი ძალიან ცოტა დროით მოგცეს. მკურნალობა ჯერ პირველ რიგში აუცილებლად დიაგნოზი უნდა დაისვას, იმიტომ რომ თვით მკურნალობა იწყებენ აუცილებლად ქართველებს ჩვევია ხოლმე რომ ყველა ფერში თუ კი ამ ეს ის შემთხვევა, რომელიც ცოტა ისეთი თემაა და დიდხანს ვერ ითქმის, რამდენიმე დღეებში და რეალ საათებში სასურველია რომ პაციენტმა მიმართოს. და ახალი წლის დღეებში ალბათ რეკომენდაცია იქნება მაინც ზომიერება ყველა მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის საჭირო რეკომენდაციების შეგემშვიდობებით.